პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს დონორებს გაემიჯნონ ექსტრემიზმს. შალვა პაპუაშვილის განცხადება. საინტერესოა, რომ როგორც NGO-ს საფარის ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული NGO-ები თურმეას ესა სხვათა შორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ NGO-ებისთვის ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ყავთ დონორები, როდესაც მათ მიმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი სტუმან. ეს სტუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს. სასოწარკვეთილებაა მათ რიგებში, იმიტომ რომ ფული შემცირდა, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას, პანიკური და აგონიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალ აღიარებებს დებენ. რა შეჭირდებათ, რას ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთს ანზღავენ, ამუნათებენ, ზოგი მერე სიმართლის თქმის ხასიათზე დადგება, რომ ასე ჩვენ ამათ ვერ მოვერევით და სინამდვილეში ჩვენზე კი ელაპარაკობენ საკუთარ სამშობლოზე და სახელმწიფოზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მორევა გულისხმობს საქართველოს უნდათ რომ მოერიონ და მის რაც ყველაზე მთავარია დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. NGO-ები ეხლა დგანან ძალიან დიდი დილემის გამოწვევის წინაშე. ადამიანებმა იციან, რომ ფურძღებულობენ იმისათვის, რათა დესტაბილიზაცია მოახდინოს საქართველოში. იციან ამის შესახებ და უკვე დამალვა და რაღაც დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარება აღარაფერს აღარ არგებს. პირიქით უკვე გადავიდნენ ღია განცხადებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ძალადობა, საჭიროა ისეთი ძალადობა, რაზედაც აგერ თავის მოკავშირეების საზღვარგარეთიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ და დამფინანსებლები მოუწოდებენ. მათი დუმილიც უკვე არის მათი მხარდამჭერის გარკვეული ნიშანი, რაც ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ ლაკმუსის ქაღალდებით საზოგადოებას აჩვენებს აი სასწორზე, სად რა ძალა დგას და ვის სურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება და ვინ ცდილობს, რომ უბედურებაში, რევოლუციაში, ცეცხლში, მაიდანიზაციაში და უკრაინიზაციაში გაახვიოს საქართველო. არაერთხელ იქნა მოწოდება გაჟღერებული, რომ გვიპასუხონ, რას ნიშნავს დონორების მხრიდან რადიკალიზმის დაფინანსება და ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუგმიათ ყველაზე ექსტრემისტული განცხადებებიც კი.